GoGaGGG.com საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მინდა მოგესალმოთ და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოგზანდით და წინა საახალწლო დღეებს ჩვენთან ერთად ატარებთ და იმაღლებთ გუნება განწყობას. ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. სანამ ჩვენს კონცერტს დავიწყებდეთ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩვენ სპონსორებს, რომლებიც დააგვეხმარნენ დღევანდელი კონცერტის ორგანიზებაში და ბუნებას დამთავრდ თქვენი ოვაციების ფონზე. მინდა წარმოვადგინო ისინი. ჩვენი სპონსორები არიან კომპანია სისილოუნი, უსწრაფესი ონლაინ სესხები, კომპანია ბაგი, სიზუგდავის ექსპერტი თქვენს ოჯახში, ფარმაცევტული კომპანია ავერსი, რომელიც გისურვებს ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს, სამშენებლო კომპანია არქიჯგუფი, შეხვდით ახალ წელს ახალ ბინაში და კომპანია ლიდერ ბეთი, აზარტი ყველა გემოვნებისთვის. დიდი მადლობა ამ კომპანიებს. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საინფორმაციო მხარდაჭერისათვის ვიდეო პორტალ YouTube-ს და რა თქმა უნდა ტელევიზიებს მარაო, კომედი არხი და რუსთავი 2-ს დიდი მადლობა. მაშასე მე მგონი ყველანი მზადა ვართ ჩვენც და შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი კონცერტი. დედა რამდენი ხალხია? თქვენ გენაცვალეთ, არ არის ჯონჯოლივით. საწავიდა ის ქალი, კაცო. მარინა! დედა, მარინა! უი, მე შაურმა! გაჩერდი გავა. მოდი ქალო, მოდი, სადახარ რამდენი ხარ? დედა რა კაი კაცებს ხედავ ქალო. თქვენ გენაცვალეთ, ულამაზესი. მე და პახმელი იზბრალია თუ რატომ ეჩვენება დღეს ყველა კაცი ლამაზია. რომელი გაფიცებ მიმიშვი? აი, რომელი? დედა რა სიმპათიურია შეხედა. ულამაზესი. რა კარგი მამრი ხართ. მოგწევს ჩვენი სიმღერები. თვალებში მიყვრე და ისე მითხარი. თვალებია ბიჭუაკ! გამოდი ნუ დააკომპლექტე, გალო. გამოდი აქეთ. ვეი გოგო, პახმელია აღარ მიხსენო რა. რა? ამდენი სმისგან მე მგონი მე სამი მკერდია მომდის. მე სამი მკერდი კი არა, ღვიძლია ზოიაკ. გოგო, ამ ახალ წეს ახალი ქმრით უნდა შევხვდე. რატო გაფუჭდა ძველი? უნდა გამოვცვალო ძველი მაცივარებით. რატო ქალო? ქალო ძველებურად ვეღარ მუშაობს, ელემენტი მალე უჯდება. დაუჭეჭყებ არა? გოგო, მაგას შემდგარ კიდე თუ დაჭეჭყვაკლია? ეს ბიჭი მომწონს შეხედა. რომელი? დედა ქალო შეხედა. არ არის ტოლმასავით. მარინა, თავარია მაგ ტოლმას რო გახდი, როგორი გუფთა შეგრჩება ხელია. რომელი შეაიღე ბილეთები ქალო? ვაი მე 12 იყო მე მგონი. რა იყო მკერდი ზომით შეარჩიე? გაჩერდი ქალო, გაჩერდი. სად ვეძებ ადგილები, წამოდი ავიდეთ. წამოდი ავიდეთ. დარბაზში დასამალი ქალები ვართ ჩვენ, ზოია. გაუჩრდი ამ გოგოს. დედა რა კარგი ხარ, ბიჭო. დედა წამოდი კაცო. დედა ყველა ულამაზესი ქალო, ნაკრსველუპობი, როგორი კარგი კაცები არიან. საზოგადოება შექმნა. ულამაზესები. აბა ეხლა წინა 4 რიგი ფრთხილად იყავით სახეში რამე არ მოგარტყათ. სანამ დავიწყებთ აკუსტიკა არ შევამოწმო? აკუსტიკა უნდა შევამოწმოთ ქალო, აბარა. კაია! მოდით გოგოებო. წავიდა. აბა! ხალება ხელები წამოვიდეთ. კაცებო, ღიმები დამანახეთ. წავიდა. მოდი ერთად გავშალოთ სუფრა და ყაროთ სალათი. ჯონჯოლ დანდურ გასხოვე მუსტასლი და მერე ჯუდუგი მომართვი. ჩონგურ
ყანწები მომაწოდე თოცები გადამალე ცაცილი გადამავლე დინდეს ატრაბოდა მაგარი სკოჩი ორებ შევჭამე ტრიანი გოჯი ჩიქები მომაშორე ყანწები მომაწოდე თოცები გადამალე ცაცილი გადამავლე დინდეს ატრაბოდა მაგარი სკოჩი ორებ შევჭამე ტრიანი გოჯი შენგან მამალი ქალები და ღია გულის კარები ასე მოსიკას გაგატრაფუცე თუ აგრაფალები შენგან მამალი ქალები და ღია გულის კარები ასე მოსიკას გაგატრაფუცე თუ აგრაფალები Let's go to the jujune amigo mas majur Shvenat mamali kalbi dargiya gulis kalbi Ase musikas gagatrafutse tu agografalami Shvenat mamali kalbi dargiya gulis kalbi Ase musikas gagatrafutse tu agografalami Didi Madlova! No hobby! ბატონებო და ქალბატონებო, გილოცავთ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს, გისურვებთ ყოველივე კარგს და კარგად გიმყოფოთ ღმერთმა ჩემი თავი. დიდი მადლობა. თქვენ კი ბიჭებო, მინდა გითხრათ, რომ დღეს არავითარი პოლიტიკაზე საუბარი არ გვინდა. დაიღალა ხალხი ამდენი შურით, ბოღმით, პოლიტიკით. მოდი ვილაპარაკოთ ახალ წელზე, შეხარ ჩემი ბატონი, გართობაზე, მოკლედ კულტურულად ვილაპარაკოთ. კი ბატონო, თანახმა ვარ მე. ხო და დავიწყებ კულტურულად ლაპარაკს. გუშინ მაგალითად ნიგოზი ვიყიდე 69 კილოგრამი ნიგოზი. ინდაურში გადავიხდე 150 ლარი. გოჩში მივეცი 200 ლარი. კობა, ხო ხედავ ამ ქვეყანაში რომ არ გამოდის კულტურულად საუბარი. აბა ბიჭო. მაინც გამოვიყვანთ. აგერ ბექა შვილი შეეძინა ბექა გილოცავ ბიჭის დაბადებას გაგიზარდოს ვერცმა აი ბატონო ჩემო დიდი მადლობა ერთი ეს მითხარი ბექა ჩემო რა დაგიჯდა ბავშვის გამოყვანა სამშობიაროდან ხო რა არის ციკობა საერთოდ 1200 ლარი ჯდება მაგრამ დაზღვევა იხდიდა და მე 200 ლარი გადავიხადე ოჰო კარგია მე რა ჯობია მაგას და გოჭი რა დაგიჯდა გოჭი სადღაც 200 ლარი მივეც კი მე ქვეყანა ახლა ეს გოჭი და გვარის გამგზელებელი ერთ და იგივე ფასი რო ღირს. მე ხლა ეგრე იყო. რა გჭირს შენ ვერ გავიგე რა წუწუნებ არასდროს გიწუწუნია რა გჭირს ვერ გავიგე. წუწუნებ. იმიტომ რომ ახალი წელი მოდის აგერ და მაგალითად 3 წლის უკან მეკვლა რომ ყავდა სახში შემოვიდა საჩუქრები მოგვიტანა ოჯახის წევრებს კანფეტები შოკოლადები ტკბილეულები. მე მეორე წელს იყო მეკვლეთ მარტო კანფეტები და შოკოლადები მოიტანა. შარშან მარტო ბრინჯი შემოყარა სახში და წელს დამირეკა თირკმელს ვყიდიო და თუ გავყიდე მოვალ მეკვლეთო და თუ არა და არ მელოდო ტყუილად. ბოდიში დიკა თქვი რამე არ გისმენდი რა და კი თქვა სწორად უწუნებს ეს კაცი კაცო მე მინდა ეხლა თქვა სიმართლე ვიყავი მეც ბაზარში გასული 50 ლარი ღირს გოჭი კაცო მე რა გინდა იაფი არ არის ეხლა რა ბიჭო საათში 50 ლარი იაფია საათში ხო თან მალე გარბი საათი რა არის სხვათა შორის მეც ვიყავი გოჭების დიდ ბაზრობაზე გასული და ვიყიდე გოჭიდე რომ მომყავს სახში ასე ტომარაში ჩავსვი მოვდივარ მომყავს სახში და შევხვდე ჩემი ახლობელი რა და მეც ვიყიდეო გოჭიო ხო და მოდი ხوار შევაჯიბროთ ერთმანეთსო კაი მეთქი და მეც ამოვიყვანე გოჭი იმანაც და რო შეხედეს ამ გოჭებმა ერთმანეთს და ხვიჩა გოჭა და რო გადაეხვივნენ ბიჭო ასე და იტირეს დილამდე
გაბატონებო და ბატონებო, შევეგებოთ ჩვენს სტუმრებს მაღალმთიან რაიონიდან, ბატონი ქიტესა ნაციაური და შიოლა კოციაური. უსაბიჭო კაცო, კედრეჭი. კაცურგაც ხელდაადგები ჯო შეგენაცვალე, ბიჭებს გაუმარჯო. სალამი ვაშკაცებ. ხალხიც მოსულა. აბა თქვენიცით ახლა როიცით კარგად ლამაზად ოღონდ ჩხუბი არ დაიწყოთ? ეს მოთხოვარი კიდე მომიყვანეთ. არის ჩხუბო. დავიწყებ გასასვლელი ვარ. 3 წელია გიძლებთ და მოდის მეოთხე სეზონი. ბიძოს კალენდრის მიხედვით წელს გვიწევს არმაგედონი. ბიჭო უშინე. კარგი ცხოვრება გვაჩუქა. ბატონმა მამამ ერისა. ჩვენ ბიუჯეტ გვაქვს სადილად, თქვენ კი ბიბია თქვენისა. ჩვენი კარგია. სულელურ ნათქვამებითა თქვენივე თავსა იშიფრავთ. ორმოს თბილისში რა უნდა ორმოს უყველას ტვინში გაქვთ. გამეცინე. ტვინში. ენას დაადგით კბილები. თავი მოუკარქისასა. თორემ შემდეგ სარ მოგასწრებ მერმისა ქრისტმასისასა. სანამ თქვენ დანამატებს ჭამთ, ხალხი ჩამოხმათ ყლაპივით. ჭამისგან ისე გასუხთით სახე გაგიხდათ ტრაკივით. ონერვიულდი. თავს ნუ იმცირებ ჯაბანო. მოეშვიანის ტიტინსა. გოჭის ფულ მაინც არა გაქვს, დაგაწყებიებ ჭხვიტინსა. იმ დღეს ვაჟაზე გავედი, თავი მეგონა ქელეხში, საფლავებს უნდა ამსგავსეთ, თქვენ კი ნაცვალეთ სკვერებში. ნაციონალო ქათამებო, მუყბედობთ ჩუმად იყავით. ახლა პირველად ვინატრე ზოოფილი ყოფილიყავი. რა სიზამდი? მუდამ რაღაცას გვაბრალებთ, სოდვების ხვაზე გადაგავთ. პრობლემებს გარეთ ნუეძებთ, დაწებნეთ შიგნით ხომ არ გაქვთ? ვაიმე! მომეჩვენა თუ ეთქვა. ექვთქვი? ახლა იდეა გამიჩნდა. შენ შეარჩიე პოზაო. ამ ხალხში უნდა გაკივლო შეჩემის კირაკოზაო. ლექსებში შენ ვერ მაჯობებ, სიტყვას მიზანში მოგირთხა. გული რო არ ვის დაუწყვიტო მთელი ოცნება მომიკითხე. ვაიმე! თუ დაეწია მოკლავს. წამოდი! ძალიან უცნაური რაღაცა დამემართა ამ ბოლო დროს ბიჭებო, როგორც კი გავიფიქრებ ცოლის ღალატს, თავი მკივდება ეგრევე. აი ძალიან საოცარი დამთხევი, ესე იგი, როგორც კი მეც დავაპირებ ცოლის ღალატს, სახსრებში მამტრევს რა. მე რო დავაპირებ ღალატს, წნევა მაქვს 407-ზე. მე აბა მაგის გამო ახალგაზრდობაში ყოველდღე რეანიმაციაში ვიწექი, მაგრამ ახლა სადღა მაგავატყობობის თავი. არგინა ეხლა ეს რეანიმაციებიდან პრობლემების გახსენება კაი, კაცო. ხუმრობ. ვაღიაროთ რომ მე ვინა გითხრათ რომ ძალიან მეყვარს ქალები. ნუ მეც ახლა მეც კი მიყვარს კაცო რა. მე ცოტა სხვანაირად მიყვარს და გეფიცები, სხვანაირად მიყვარს რა. სერიოზულად. კარგია სხვანაირად რო გიყვარს რომ მორჩება კონცერტი, წავიდეთ ყველა ქალებში. წავიდეთ. კი ბატონო, პრობლემა არა გაქვს, სერიოზულად, წავიდეთ, პრობლემა არ არის. ხოდა რომ ახსენდება ხომ რომ მიხვალ და ლამაზი ქალი როა და ტუჩებში, მე მიყვარს ტუჩებში კოცნა ქალის, აი. ნუ მე ლოყიდან ვიწე, ლოყაზე კოცნა მიყვარს. კისერზე ვგიჟდები მე აი. ბიჭო, მე მიყვარს კერჩი. კაი, მე გეტყვით, ახლა ყველაზე მეტად რა მომწონს ხალხში ზოგადად, ყველაზე მეტად. მე მიყვარს ძალიან აი გურის მთებივით რო აქვს კერდი ბატონო ხო, პლატოები ბატონო ჩემო. ნაგზალი მიყვარს ხო. ხო, მაგრამ ცოლს უნდა გავშორდე მაინც ბიჭო.
მოიცა სოლსა. ტურისტები შემოეჩვია რატომაც ამბოლოს ამდარი ბუნება და ესე იგი მე მინდა გითხრათ ბიჭებო როგორი რაღაც აღმოვაჩინე საკუთარ თავში ესე იგი ქალს რო შევხედავ გეტყვი რაზე ფიქრობ ნებისმიერ ქალს ნებისმიერ აი მაშინის ქალი რას ფიქრობს აი 64 კარატიანი ბეჭედი რო უკეთია ხელზე არ შეხედე აბა რაში მივეცი 20 ლარი გაგიხმათ თავი საერთოდ არ მეცინება ხალბატონო ჯერ ახალი დაწყებულია მელოდებით უკეთეს აი ის ხალბატონი რაზე ფიქრობს როდის მივალ სახში ერთი სული მაგ რა ბაჟე გავაკეთე ხალბატონო ჩვენი გაჭირობა ყოფილი შიურები ვარ მთელი დღე აქ ვარ აი ის გოგო რას ფიქრობს აგერ მაგარი მოკლე კამაროაცვია ამას შეხედია ამდენ ხალხში მაგის ფიქრი როგორ შეიძლება ხალბატონო ახლა მეცალოს მაინც ამდენ ხალხშიო ბიჭო ისე მოიცათ, კიდევ ერთ ჩემს უცნაურობაზე უნდა მოგიყვეთ. აი ამ ბოლო დროს დავიწყე ინდური სერიალების ყურება. ინდური სერიალების ყურება? ინდური სერიალების ყურება? ინდური სერიალების ყურება? ო, რა იყო, რა გაიკვირვეთ რა? რა გავიკვირვეთ? რა გავიკვირვეთ? რა გავიკვირვეთ? სხვათა შორის თურქულ სერიალებსაც ვუყურებ. ბილბილ 30 ბილ? ბილბილ 30 ბილ? ამან მოკლა. ამან. ბიჭებო გამარჯობა. გამარჯობა. ბიჭებო. როგორ ახარ? წერალი. როგორ ბრძანდებით? ვაიმე ბატონო ყობა. წერალი. ბატონო ყობა, სიმღერები მაქვს. რამდენი? ქვას ხეთქავს. რამდენი მილიარდი სიმღერა და 7 მილიარდი. ხო? 7 მილიარდი ქვა გახეთქა. გახეთქეთ რა თუ აქაც გახეთქე. დავიწყო? ხდია. 10 საუკეთესობა წამოღებული. დაუშვით. პირველივე არის ახალ წელზე. ხდია. აი. გარეთოვდა ბებოს სულ არ ციოდა. კატაფალკის კუზაოდა ყვავილები ცვიოდა. აღარ ციოდა ბებოს, აღარ ცხელოდა. არა? მეთქი გასო ის არის. კი ბატონო, აი ესეთი თავიდან ტვინი აპარებს. რატომ ვსვამდი მეთოფის ლულით? და. ანუ ჩვენ თვითონ დალიეთ ეგ. ახადა ჩავში. არა, არ გვინდა? შემდეგზე. ეძღვნება ლამას ციკლობს, ბატონო ყობა. თვალი შენი ცისფერია. ეგ ერთადერთი თვალი ჩემთვის ყველა ფერია. ციკლოპი არ ხო ერთი თვალია, არა? მე ვარ ციკლოპი. თქვენ. კი ბატონო, ესეთი. ციდან ცვივა განტელი. აი, დაეცა. არა? სხვა კი ბატონო. რამე თუ გაქვს სხვა. უცნაური ეროგენული წერტილების მქონე კაცის სიმღერა. ო, ეს საინტერესოა. დავიწყო? დაიწყე? და თუ შენ ჩამჭირებ ხე რა? არა? გადა. კი ბატონო. ზებრასა კანელაზე არის მიბმული. საწყალ პინგვინს მენჯი აქვს ამოგადებული. შველს რომ თავში გაჩრია, ურდღლის ძვალია. სოლოლაკში ბიძინამ ისევ დალია. ცუდი სიმღერაა და არა? ბოლო სიმღერა. ხიპიანი კაცის სიმღერა. რაზე? ხიპიანი კაცის სიმღერა. ხიპიანი გააჩნია ხა. აი ესეთი. მედია პროგრამა. ვაი ვეღარ უხედა. ეხლა ბიჭო. რა არის? არ არის მართალი? არ არის ბატონო ყობა მართალი? არა ბიჭო. Man's red flower, it's in every living thing. Man, use your power. Spirit, use your პატარა შემოპატარა გოგონა შემოპატარა
ყველა სტელა ახ ბელა ეხელა ოხლელა უხელა გენაცვალეთ როს უყოლა ბრელა შემკურში ისავძალია ბრელა ბუთურმე შენ გაგჭირდება შველა ძალიან მიყვარს რომელი ყველა აბადელი ოდელია ბრელა თუჩები გახუძება თრობელა დედალი ხარ მე კი შენი მელა ქალი იყავ თუ გინგერქოს გელა მე მიყვარს ქალები თანთალები ლამაზი ფეხები ცისფერი თვალები ამისთვის გამოგავს ამდენი ვალები ამიტომ ბანკზე მალები გასცერდით ამაზე did not question ერთად დავხარჯეთ ეგმეს დუ პროცენტ არ გინდა ამდენი სრემლი დაგოდება ამაღამ კიდე გველოდება ხალხს თუ ადგამ თვალს იმას ნიშნავს რომ დღეს საღამოს უეჭველად გარგავს თავს მეც გიბამ ხარს და მის გვერდით მოვაგორებ მის ლამაზ და ქალს ნელა ქალს ხედა გული ბეკავზელა დაზე მცირა დიში კიდე მცხელა საფერებლად გაჩენილ ხარ ყველა ნელა როდამდე უნდა მაწოლობელა საჩუქრები და მიბრუნე ყველა ღერღილი და ყველი ერთი წველა აბადელი ოდელია ნელა ოცნებები გაგვიწრუებელა ქალი ხარ თუ მართლა საწყობელა დამიჯერე შევიყვაროთ ველა აბადელი ოდელია ველა შვენობა და რადრიტინობელა ამახალწეს გეფოცებით ველა როგორ მინდეს ტოპის დამიბელა ძვირფას გალბატონებო და ბატონებო თქვენ ალბათ ადევნებთ თვალყურს ჩვენს ტელეგადაცემებს და კარგად იცნობთ ალბათ ჩვენ ახალ პერსონაჟს ჭიათურელ დიტოს რომელიც ცხოვრობს დგმურად ბატონ ბიძინასთან მაშასე წარმოვიდგინოთ ერთი ასეთი სიტუაცია დიტომ ეგრეთ წოდებული ნაშა ერთ საღამოს აიყვანა სახლში გთხოვთ გამოადი გოგო ფეხი რომ დაგიღია პირი ჭიათურის შახტა სამი და ყლაპან ბუზებს არა აუ მოვდივარ ან უწუწუნებ ყველა დაზოზინო ვიცოდე $50 მაგ გადახტილი და დილამდე მაინც ჩემი იქნები არ უნდა მაგ აუ იცი რა გეტყვი ეგრე ნუ მელაპარაკები რა მე ისეთი გოგო კი არა ვარ ის არა რანაირი გოგო ხარ ვერ გემიგია ბა რანაირი ვარ და მე კვირაში ერთხელ გამოვდივარ ისა კვირაში ერთხელ გამოდიხარ აუ გაზეთი ხარ უჩები გაი მაგრა უხარი აუ რა სტოპარელი მაგრა გამამდის ეს ხუმრობი აი სათმომიყონ ამანას გეუნებოდი არანი უაზისი აუ რა მაგარიესო აბანა ყველაფერი ჩემი არის ახან არასას ხედამ აუ ძალამაზი და დიდი ეზო ახლა ამბობ მასე მაგას თუ არა ცოტა ხანში იტყვი ეზოც რა ხელა ქონიაო აუ ჩემი გაი რა მაგრა უმასხო აი მოგარა გაკიმლებს რა გოუპი მისა პინგვინი გიკვირს მე რო ატეხენთი ამავი რა ჟირაფი დავინახე რა მაგარია ჟირაფი რა პრობლემა არის რა ვაიმე ზებრა აუ არ გიდეირია რამდენი ცხოველები არიან ბევრი ცხოველი არის არა კიდე არის ახან ერთი ცხოველი აბა რა ვერ ხედავ მაგ ცხოველს რას დაინახავ ჯერე მაგ ცხოველს ჩემში ძინავს და გამეიღვინძებს ახლა ცოტა აუ წაფარელი პანინი არ უნდა მაგას რაგინ ბოისა როგორ ეფერება ნახე მომთვნიერებელი ლომს აი ყო ეგ მომთვნიერებელი კი არა გოგო იპოთეკარი არის მაგრამ იმდენი ხანია მადანაწვია რომ მაგლომი მაგან გამოწყნიტა ხელში და ხან ეფერება და ხან უწყება რა ვარცუნა რა აუ აი მოგეწონა ისე იაკობრობაი რაგინა საპირფარეშო მინდა და სად არის საპირფარეშო მანქვიანი მაგრამ არ გირჩევ შესვლას მოდი აქანა რატო შეიძლება უნიტაზი დაგელაპარიკოს და გადაგაფიქრებიო ჩემთან ბუჟგნაო მაინ ხო მაგან გადააფიქრებია უსუფაშვის კოალიციიდან გასვლა იაბა სხვა კი არაფერი აი მე შტარ მინდა რამე ქნათ ხან გავერთოთ რაღაცა მუსიკა ჩავრთოთ მუსიკა გინა რა პრობლემა არის მაგი მუსიკა შეირთე ვაუ მოდი აბა გავერთოთ ოპ
აუ ერთი წამი მოიცადე. რა გაკრტუნებს? რაგინა კერამ. რა ფერუნა ამ დროს ის მომფერება. თუ არ იცოდი რას მოგყავდი? დუანი წოდი და ეს სიყვარული რა მომიტანი გეხვეწები ნუ მიშლინებს რა იქნება მაგის ფიყვანა მოგიყვანია კან ვიცი რა არის მე მგონი შენ გაქვს კომპლექსები რა და მე შემიძლია მოგეხმარო და ეს კომპლექსები მოგახსნევინო და აი მაგეთად მინიშნებას მოგცემ მე ისა მინიშნებას მომცევ რა გედევან ფოფხაძის ექვსეული ვარ ჩემი კაი ესეც რა მაგრამ იმასრე მართლაც ეს ვარ ამ გარიწროუნე მონი მოდით რა ვქნათ განვიტვირთოთ ახლა მე მიტვირთოთ მე აბა მან დაბაყარა მე ვედიტაკან მუსიკა როცა გინა მაშინ აი უფრო მეტად მოიხსენი კომპლექსები მიდი ბატონო მუსიკა ჩიირთე ხელთავიდანი წამომწონს აი მიდი ჩემთან მაგარი მუსიკა არის ჩემი კაი მე შვა გულზე რა ვარი კაი მუსიკა გოუშეს ურა მაგარია მასაკეთე რანგინა გოგო არ დავანთე ეროტიკული ცეცხლი რანგინა ვერ გევიგე რა ისა ტელეფონი მინეკავს ხონა ირაბიცონა მამიკონა შეხა ხო სახში ვარ აბა სად ვიქნები ახანავ მეცადინეო ხო ჩოუწვევი ახლა და ვიმეცადინებ იმნაირი საგანი არის თუ არ ჩოუწექი ვერდე იმასწორების ხო მამიკონა დღეს 1-3-4 ჯერ წევიკითხავ და დილას გეგედები მეორე ვკინე მე არაფერი მამიკონა წის გეეცინა აგერა გაჩერდი გოგო რო იღრიჯები უშტოდ რა იყო მიხდამს ადამიანი და მაგნაირი ის არ უნდა ქონე შეგნება აი ადამიანი მიხმაურობს მაგ რომელი ხარ თითიკონა მიხმაურობს ვერ გავიგე დამაცილე ვერ გავიგე მამის ვიგამანერე ვინა ხარ შენ კაცო ვინა ხარ ჭიათურელი ხარ თუ ვინა ხარ ვერ გავიგე საერთოდ რატო მაწუხებ რატო რა იყო ბიზინაბიზია მთელი ერის გოდება არ გაწუხებს და ამა რაღაცა მიიკრუსუნა ნუატეხა მახლა ერთ ამას ენას ნუ ვიტლიკინებ შენ მე არაფერს არ გიტლიკინებ კაცო მამის ვიგამანერე თავი ჩემთვის არახანა რანგაცვი ესე ბიზინაბიზია რა მეძინა 11 წუთია შუახავია მეძინა და გამაღვიძე გადმამიცივდა გული ბიზინაბიზია მე თქვი ხალხი აღარ ეყო და ზებრასაც გააძრო ტყავით ხო ენას ნუ ვიტლიკინებ შენ მე ზამა მომრაგინა ამაჟენ ბიზო არახანა ეს რა არის კიდე რა თეთრი მზეა რანი თეთრი მზე რატოა თეთრი მზე კი არა მაგე მთვარი არის ბიზინაბიზია მაგრამ შენ საიდან გესოდინება მზე რა ვას გედე იწვერება ბალიშირ გაამთამს და ენას ნუ ვიტლიკინებ შენ მე ჯიკავები კაცო რაღაცასე გამარჯობას თუარი ყოლია გამარჯობას შეშეთ გამარჯობა როგორ გამარჯობას თუ ახალგაზრდაო გამარჯობას თუ ნაუთხრა ქართული არიცით ვერ საუბრობს ქართულად ეს კაცო დახვეწამს ნელ-ნელა ხა გამარჯობას თქვას აბა ვინ ახარ წარმოვიდგეთ რა წარმოვიდგეთ როგორ მოხდი ჩემთან საერთოდ და რა კავშირი გაქვს ამისთან ვინ ახარ და ამის როგორ მოხდი ჩემ სახში მაინტერესებს ერთი ვერ გავიგე დაკითხვაზე ვარ თუ რა ხდება არა გენაცვალე ეს მისაღებია დასაკითხია და იქეთ არის ვინ არის ეს მიმოვითრიე სახში ვინ მომვითრიე ვინ არის ეს ბიზინაბიზია ნუ ნერვიულობ რა იქნება ეს ანეკდოტი არის ეს ანეკდოტი მე რა ანეკდოტია ის ანეკდოტია შეროყვებოდი აფეთქება არისო და შედიქალო ბუტყაშიო და არ ვარ მე იმნაირიო იმნაირი გოგო მე მიყვანია ხო და შევართ ახლა ოთახში და მოვაწყობთ სექსუალურ აფეთქებას რა სექსუალურ აფეთქებას მოწყობ კაცო სოციალური აფეთქება არ მეყობოდა ახლა შენ სექსუალური დამიბატესებოდა და მომიშალე ნერვები ვინ ახლა იყო ბოლო ბიზინაბიზია ჟირაფი რო იყო ატეხილი მთელი ზოოპარკია მოუყარე და ჩემი ნაშა გახდა პრობლემა ვინ ახარ რა გინდა ვინ ახარ ვინმე თუ ასახ იურა სადა ხარ მიშველე იურა სადა ხარ იურა ბატონო იურა მიშველე ბატონო კი ახლავე ბატონო კი ბატონო კი ბატონო გაჩერდი იურა რა არის ეს ასაკეთებ იურა ბატონო რა გაწია იურა ეს საძინებელში გახდით რა საკეთებ იურა ახლა შენ რა საკეთებ იურა გეკითხები კი ბატონო იურა რა საკეთებ იურა რა კი ბატონო გითხრათ თუ გაჩვენოთ რა უნდა ვაჩვენო იურა მომაშორე ეს ნაშა აქედან დროზე ბატონო ნაშა მობძანდით ნაშა მობძანდით ვინერვიულებ რა იქნება ბიზინაბიზია ეროს უში ვიწოდე ვინ ახარ თუ ყველა ერთხელ სატო ატყდით ვინ ახარ ვერ გავიგე კაცო ვინ აბადი ამ ერთხელ სახარი სადა ხარ სახარი შენ მაინც ხარ ნორმალური სადა ხარ სახარი აგერა ვარ გრიგოლიჩა
სახარიჩ, რა არის ეს, რა გაწვია? რა გაწვია, სახარიჩ? რა ვიცი რა აგერ სახარიჩ, მე თუ შეიძლება გაპატიო მე არ ვიყო, გამიშვერდი ეს. აი, ვიცი და ვიცი რა. ეს ველურისებ რა ეს? კარგი ახლა კარგი რა იყო გრიგოლიჩ რა მოხდა უბრალოდ ზებრის ახალი ჯიჟების სელექციაზე ვმუშაობ რა არ მოუხდება შენ ზო კოლექციას კაი ზოლიანი ჩოჩორი რა გინდა კაცო მე მომიშალე რა გინდა ვერ გავიგე სახარიჩ რა გინდა საერთოდ ჩემ დაკი არა კაცო შენ გირჩევნია ლომს მიხედო დროზე თუ არა ითვალე მე ფაფრიანი პინგვინები რას ლაპარაკო კაცო არის გამიშველი ლომის ადარი მომაშური ეს ნაშადი ნერვიულობა აიქნება ბიზნესი ჩას რაღაცა ნერვიულობა რაღა მოვივიდა მომომომა აი მოდი რუსკა რამდენი შოკოლადი შევჭამე ვაიმე ცუდად არ გახდა შენ ჭოლა რა შევით არ დავიწყოთ? დავიწყოთ მოგიზნებით? გამიჯის უყენეს? გამარჯობა, გაგვეცანით. ირაკლი ღარიბაშვილი, საკაიფო ტიპი. სხვათა შორის პრემიერ-მინისტრი. სხვათა შორის პრემიერები და მინისტრები რომ ხართ, იმიტომ გვაქვს კარგად საქმე. მე დაგემკითხე რომ მაგარი ტიპი, მაგარი ნიჭიერი რო დაგემკითხეს მაგაზე. რა წარმოგვიდგენთ? მაგარი ნომერი მაქვს, რა მინდა გითხრათ, რა ძალიან მაგარი ნომერი მაქვს, აი. ან როგორ რაღაცა იცი? დაისი შემეძლია ვიცეკო რა, დაის ვიცეკო, აი დოლგარმოზეც მე დავუკრავ და პარალელურად დიდ მადლობებს გადავიხდი კიდე რა. საინტერესოა. კი ბატონო. დავიწყო? დაიწყეთ. წარმოგვიდგინეთ. დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა, დიდი მადლობა, აი გასმი დიდი. რა იყო ახლა ეს? რამე სხვა წარმოგვიდგინე. ორიგინალური საკაიფო ნომერი იყო ხა, აი აუდიტორი დამიტეხა რომ მას საკაიფო რა არ იყო საკაიფო? თუ რამე გაქვთ მომზადებული სხვა წარმოგვიდგინეთ. სიმღერაც მაქვს მაგარი სიმღერა. აკაც არ ქონდა მადლობებს ვიხდი და ნახავთ თქვენთან ძალიან მაგარი ნომერი, აი მთელი საქართველოს რო გაუხარდება ესეთი ნომერია რა. უი, პოლიტიკიდან მიდიხართ ბატონო ირაკლი? რუსთავი ვერ იღისებით მაგას, ვიცით რა, ვერ იღისებით. აი განახებდი ხა მე რა ნომერიც რა. კი ბატონო. მე ვარ ქვეყნის პრემიერი. Immagini ingegneri, educatori, sensibili, commerciali, allergiuli, dinamiuri, maradiuli. Me compro con smartelli var. Business man joina khelli var. Misi negati, misi arati, misi juati, sustainability, misi zenati, misi belati. Business tu da che tankma. Chatali rovi pastishnas, gariban kwaki, yo subat kwaki, yo tomatin kwaki, yo jajlian ma arakhida kelmatki, yo telmenaki yo. Sagune zaruna khas Spirone bajeraseti Vine chari leli agwashene beli murgilia deli damashene beli garmanatle beli didi matno beli exgadam cheni mama marchenali jandam de bali chestam go beli mudam usleli cheni gurnali გამარისია ამ ნომრით ჩემო კარგო მიბრძანდი ცოლოლაკის ნიჭიერში და იქ აუცილებლად მოიგებთ არა საინტერესო სოლაკის გზა მიმასწავლეთ საინტერესო აი იქით არის დიდი მადლობა ბატონო ბიძინა დიდი მადლობა ბატონო ბიძინა დიდი მადლობა ბატონო მოგესალმებით გამარჯობა გაგვეცანით ია ვერ მიცანი გაფიცებ ახლა ვერა აი ისევე რა ნერგებში რომ ვთამაშობდით ერთად ნერგებში და მე რო ცოლად მოგიყვანე ისევე უი სოსო შენახა ხო მე ვერა ბევი ხომ არა ეგ ნერგები კი არა ფესვებია ხო გავსაბელია ხო
რა უნდა წარმოგვიდგინო? მე წარმოგიდგენ 60 ნომერს. ისა, სოსო ვერ გიცანი და რაღაცას შეიძენ. რეს? რა ვიცი, გამოთქმა ესეთი, ვერ გიცანი რაღაცას შეიძენ. რეს? ვაიმე დედა. ვისი დედა? ვაიმე მომკარი. თქმე! ვაიმე წადი სოსო თავი. კარგით, ბატონო სოსო, დაწყერი და თქვენ გითხარით, დღეს რა უნდა წარმოგვიდგინოთ? მე ხო გენიოსი ვარ ზოგადად. მე თამდებელი გენიოსი ვარ. თორე ნიჭიერში კი არა გენიოსში უნდა გამოვსულიყავი. აჰა. მშვენიერი. ბატონო სოსო, ინგლისური თუ იცით? ისე რა თქვენ? მე? სოსო. ბატონო. რა ბატონო? რატომ მეძახდით? არა, არ გეძახდით, მე გითხარით ინგლისური ვიცი მეთქი სოსო. ბატონო. კარგით, ბატონო სოსო, რა წარმოგვიდგენთ? მე მაქვს 60 ნომერი. ორიგინალური და ყველაფერი. ცეკვას მომყვები. ცეკვას მომყვები? საინტერესოა. წარმოგვიდგინოთ. ჩემირთე. მარჯვენა ხელბეხი ამციოდ მარცხენა მივაშველოთ. დავიდა აქ გავშალოთ. მე აქეთ მხარეს ოპა დავტრიალდეთ. ოპა! დავიდა ესე. ოპა! ესე, всё. მე აღარ ვიცი და მავიწყდა. მეგრია, ჰე? ცუდი არ იყო, მაგრამ მეორე ტურში ვერ გადაგიყვან სოსო. ჩემო კარგო. ვეხ, ეი, ნერგებში თუ ფესტებში რო გამოვდიოდი და ჩემი ცოლი რო იყავი, მაშინ უნდა მეიბიარდები ემარა. ვეხ სოსიკონასაც შეცდი რა. მე შეგაჩველებს ერს, გამოხვალაკე. და გადავიყიდე ეს საკითხი. დავიბრანდა. რა საინტერესო ადამიანი მოდის. მოგესალმებით. გახლავართ თენგის შონია, ქალაქ თბილისის მერის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი. ძალესასემლო, რას ამოგვიდგენთ? ქალაქის ხმებს. როგორ თენდება დედაქალაქში, როგორ თენდება თბილისში ქალაქის ხმები, ჩვენი თბილისის ხმები. თბილისის ხმები, კი ბატონო, სამყარო მთელი ჩვენი. გთხოვთ ფონი მომეცით. იცით რა, ცუდი არ იყო, იყო ორიგინალური, მაგრამ მე მგონი საკმარისია ამ ეტაპზე და ვერ გადაგიყვან შემდეგ ტურში. იცით, ნახეთ ესეთი ნომერი უკვე ჩვენ. რას ბრძანებთ, კაცო? 3 თვევთ გავდი ამას, რას ქვია, ვერ გადამიყვანთ. რუსკა, შენ რა სიტყვი? იცით რა? ჩვენ ამიხსენით, რატო ვერ გადავედი? კი ბატონო, უკეთესად რომ აგიხსნათ, აი დახვით. ანუ რაო? დახვითო.
გამარჯობა მოგესალმებით ყველას. გამარჯობა. გაგვიცემ. მე ვარ ირმა ინაშვილი საგარეჯოდან. რას წარმოგვიდგენთ ქალბატონო ირმა? მე შევასრულებ ცეკვას, რომელიც ვიცეკვე ქორწილში, სადაც 500-მა კაცმა დამიკრა ტაში. მაგრამ ეს ცეკვა არ იყო ბოლომდე გადაღებული, ამიტომ ეხლა შემოგთავაზებთ სრულ ვერსიას. და აღნიშნავ იმას, რომ ამ ცეკვის მერე აუცილებლად თინა ხიდაშელი დაიჩოქებს ჩემს ფეხებთან. აუცილებლად. დაიწყეთ. კი ბატონო. მადლობთ. იცით რა, კარგი იყო, მაგრამ რამე უფრო თანამედროვე, უფრო ენერგიული თუ შეგიძლიათ რომ წარმოგვიდგინოთ, ქალბატონო. უფრო ენერგიული? კი ბატონო. ოჰო. იქნება ენერგიული. კარგია. მადლობთ. უფრო თანამედროვე, აი ცეცხლოვანი, ენერგიული რამე ხომ არ გაგვიგია? ორიგინალური განსხვავებული. ერთი წუთით. საყვარელი კალია. აუცილებლად იქნება ცეცხლოვანი ნომერი. Waking up to action dust. I wipe my brow and I sweat my rust. I'm breathing in the chemicals. Bravo! დიდი მადლობა. რა თქმა უნდა გადასული ხართ შემდეგ ტურში. ძალიან მაგარი. ძალიან კარგი იყო. ძალიან დიდი მადლობა მეც და ჩემი მომხრებით. უღრმეს მადლობას გიხდით. თინა ხიდაშელი აუცილებლად დაიჩოქებს ჩემ ფეხებთან. მადლობთ. გილაძა! კარგი იყო ძალიან. როგორ ახარ? გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანით. მე ვარ ოდესელი ჯიმი. ძალიან კარგად მინდა იცოდეთ რომ ბევრს მოუწევს ამ ქვეყნიდან დაჯაჯა. რას არ მოგვიდგენთ? ბატონო ოდესელო. დავდგი ძალიან მაგარი ცეკვა. მოდით გოგოები, მოდით. ოდესელი გოგოები, მოდით. რაღაცა საინტერესო ხდება. რა მაგარი გოგოები არიან. დავგაუში. नाच मेरी बोल बोल के पैसा मिलेगा खाली फुकट बैठेगी तो कैसा मिलेगा नाच मेरी बोल बोल के पैसा मिलेगा खाली फुकट बैठेगी तो कैसा मिलेगा ऐसे शर्माएगी तो ये चलेगा जो खुद दिखाएगी तो फिर न चलेगा ოდესელ ჯიმის აქ რა უნდა? ოხ, მოგვადგა სოლოკელი გაბარ სინხიც. ენას თუ მიტლიკინე, ენას?
მოდი ახლა აუხსნე ხალხს, როგორ გამიბანძე ბათუმი, როგორ გააბანძე მესტია, როგორ გააბანძე თბილისი და ზოგადად რას დაამსგავს საკუთარი თავი. ვინ შეგჭრა თმები? ალბათ ხადურმა გაპარსა ბიუჯეტივით. შენ საკუთარ თავს მიხედე. ეთქობა უკრაინაში გაზურგდი კიდე უფრო. კი ხარ კიევური კატლეტივით. გაიგონე რა უთხარ, გაიგონე ბიჭო. მოდი ახლა მისმენე. აბა სტოპ რო არ გაპატიებ, ქინძი ვიყო. ქინძი იყო? იყავი მერე კაცო. ჩემის ვიგერი გიждდება მწვანილზე. აბა, პურტალიძე, შეიმყარი ქინძი. ჩამოდი და გამწე პასუხი, ჩამოდი. შეიმყარი ქინძი. შეიმყარი როზე ქინძი შეიმყარი. აკეთ ლუკა მიყარით მე. ლუკა აკეთ. შეიმყარი ქინძი ლუკა. და მომგვარებია ქინძი. ლუკა დამშვიდი. ლუკა ვერ მიცანი? სვოი, ფუ, ლუკა. სვოი, მისმენი, მოდი, ლუკა. მოდი, აი, მოდი, ლუკა. არ გაჭმევე თუ რა გჭირს, მოდი. ბატონებო და ბატონებო, ანუ ჯავახიშვილი მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით დღეს ჩვენს კონცერტზე. მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო. მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებდე, ერთი ძალიან უცნაური რამ შემემთხვა, სახლიდან რომ გამოვედი და ეს აუცილებლად უნდა გითხრათ, იმიტომ რომ სახლიდან რომ გამოვედი, ჩემი მეზობელი მოხუცი კალბატონის შემხვდა, რომელმაც დააცემინა. ხო და მე უთხარი სტოტიში თქო. ხო და წეღან გავიგე რომ სოციალურად დაუცველი სტატუსი მოუხსნეს. მართალია ლარი გაუფასურდა, მაგრამ ჩვენ ბილეთის ფასი არ გავზარდეთ, ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ ყველას შეძლებოდა რომ მოსულიყო დღეს ჩვენს კონცერტზე. ის კი არა და მშობლებს, სკოლანდელი ასაკის ბავშვები და იუსტიციის მინისტრის ჩვეულებრივად შეგიძლიათ მუხლებზე დაისვათ. არანაირი პრობლემა არ არის. ახალი წელი მოდის 2016 წელი, რომელიც ძალიან ხმაურიანად შემოაბიჯებს. ძალიან ხმაურიანად, სულ ლიწინით და ბრიგინით. ჩვენი გზები გვაძლევს მაგის საშუალებას, ხო არის საშუალება, ხო? დაგელოდებით მე არცად არ მიჩქარება აქ. მაიმუნის წელი მოდის ყველამ კარგად ვიცით. ესეც კარგია, იმიტომ რომ აქამდე თუ ვიცოდით რომ უკანალისკენ მივდიოთ, ეხლა ფერიც დავადგინეთ, წითელი. წითელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე ძალიან მე ახალი წლის მოსვლა ყოველთვის მაშინებს, იმიტომ რომ თხის წელი იყო და ჩვენი მთავრობა ურჩით ხასავით გვიტევდა. მაიმუნის წელი მოდის და ალბათ მთელი წელი გვემაიმუნებიან, მაგრამ ყველაზე ძალიან იმის მეშინია, რომ 2017 წელი არის მამლის წელი. ხორცის და ბუნდღას მომცემები ესენი არ არიან და თავი არ უნდა დავაჩინჩლინოთ, ხალხო! ძალიან კარგი წელი იქნება, მინდა გითხრათ, ძალიან კარგი, ისეთი კარგი, რომ იდაყვებს ჩაიკვნეთ. იმიტომ რომ თითები შარშან ჩავიკვნიდეთ, იმიტომ რომ აღარ აგვაქვს ფაქტიურად. სხვათა შორის სიმართლე ვთქვა, ძალიან გაჭირდა ცხოვრება, ეხლა მეც მეკლეთ ვარ დაპატიჟებული, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა, ავდგები და რკინის ლარიანებს შევყრი რომ მივალ. კამფეტზე იაფი ეგ მიჯდება, ჩვეულებრივად. ძალიან უცნაური თხოვნებით მომართავენ ხოლმე. მაგალითად ერთი მოვიდა და მითხრა რომ ახალწესო გოჭის ყიდვა ვერ შევძელიო და იქნებაო წამოხვიდეო და გოჭის ნაცვლად შენ იჭყვიტინოო სახშიო. და მე უარი უთხარ, იმიტომ რომ ახალწეს ეხლა რანაირად მოვიდე მეთქი სახში, მე თვითონ ვარ ინდაური თქვა. მაგრამ ერთი კარგი რამ აქვს ამ გაჭირებას, ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ ყველანი გავლამაზდით. ყველანი ლამაზები ვართ. ფაქტიურად ჩვენი პარამეტრები იდეალურ პარამეტრებს მიუახლოვდა. 90-0-90-ზე. ეს 0 იმიტომ რომ წელში ვართ გაწყვეტილები. 0. დიახ. სამაგიეროდ ხადურია გასუქებული, ისია გასუქებული, რომ საკუთარ მანქანაში როვერ ეტევა, სახლამდე ევაკუატორით მიყავთ ჩვეულებრივად.
სხვათა შორის ძვირფასო მეგობრებო, მე ყოველთვის უგზავნი ხოლმე პოლიტიკოსებს ჩვენს მოსაწვევებს და ახლაც გაუგზავნეთ, მაგალითად გაუგზავნეთ თოფაძეს. მაგრამ ვერ მოახერხა მოსვლა, იმიტომ რომ გადაყოლილია იმ ქათმის ბარკლებს. ესე იგი, წაიღო ტვინი რომ ეს თურქული ქათმის ბარკლებიო, იმპოტენციას იწვევსო, ხან ამერიკული ქათმის ბარკლები იწვევსო იმპოტენციასო, ბატონო გოგი. დაანებეთ ამ ქათმის ბარკლებს თავი. ქალის ბარკლებზე გადადი, შეკაი ადამიანი. უფრო მარტივია. რაც შეეხება გუგული მაღლადისაც უნდა ჩვენი კონცერტის ყურება, მაგრამ იმ ფასად 8 ბოთლიზეთი იყიდა და იმას უყურებს. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, ყოველ წელს გამოდივარ თქვენს წინაშე და მონოლოგს გიყვებით ხოლმე, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მე მონოლოგი მემღეროს. ეხლა მე წარმოგიდგენთ ნომერს, სადაც მონოლოგს ჩვეულებრივად გიმღერებთ. რაშიც დაგვეხმარებიან ჩვენი ესეთი უკვდავი კვარტეტი 4 უჩა, მივესალმოთ 4 უჩა. საქართველოში პოლიტიკოსობა არ თუ ისე ძნელია. ზოგი უცხი, ზოგი ფრიდი, ზოგი კიდე ბნელია. ჭამენ, სვამენ, დაგვცინიან, იხურავენ, იცვამენ. და რასაც ვეღარ ხარჯავენ, მე რეტანზე ისვამენ. მეჭია ორი გვიკითხავს ინტელექტის ლექციას. თოფაძე კი სოფლის ქათმით კურნავს იმპოტენციას. სოფლიო დაგვცინის აღწენიათ ნუთუ. ჯორჯიან გავერმე თუ. მართლა ხომ არ გაუბერეთ, შემოგხედეთ თვალებში. ლართვრამეტი ჭამაში და 100,000 ტუალეტში. გეუბნებით ეს მე-4 წელი საოცარია. ერთადერთი რაც მივიღეთ მთავრობის სოცარია. თოვლის პაპა ტყუილებით მაგრად მოგვიყომარა. უშვეთ მაგრამ ვეღარ მიდის და უმძიდა ტომარა. საკმარისად მოვითმინეთ მეტი აღარ გვინდა. ბიძო თუ ერის მამა მე დედასთან მინდა. საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არის საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არის უკვე თბილისის ორმოებში დაცურავენ იხვები. ჯოკით ვეღარ ვახტებით, ხალხი ვარ თუ ჭიხვები. თბილისელი ბიჭი ვარ და მარჩევთ 1000 ნაცნობში. ჩემი ახალგაზრდობა გავატარე საცობში. თუ ვინმესთვის ეს გაფრთხინების წელია, ან ვერაზროვნებს და ან ოცნების წევრია. ხალხი თქვენი კრიტიკით თავს აღარ დაიმცირებს. ოქტომბერში წლის ბოლოს ნახოთ ვინ გაიცინებს. ფული ხელის ჭუჭყიაო, მარტო თქვენ რომ სუხდებით. როდემდე უნდა ამყოფოთ ხალხი ასე სუფთები. სამთავრობო ნაძვის ხეზე წვიმები ვიტფკიდი ვართ. ნატოს ნაცვლად მე მგონია ჭორვილისკენ მივდივართ. ცოტა მაინც შეგვიბრალე ბიძო თუ ხარ მართველი. ეგრე შაჰაბასაც ყავდა მამის დედა ქართველი. ამათ ხელში როგორ გინდა ბედნიერი იყოს. თუ არ მეწოდებოდეს იბიარდი ვიყო. საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სად არის საქართველო კი არა ეს საქართველო სად არის ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი და ერთი რამ მინდა გთხოვოთ. იქნება ამ წელს რაც შეიძლება მეტი ვიცინოთ, რაც შეიძლება მეტი ვილაპარაკოთ, რაც შეიძლება მეტი ვიყვიროთ, დავამტკნაროთ, ანუ რაც შეიძლება მეჯერ გავაღოთ პირი, იმიტომ რომ ესენი საჭმელ-სასმელს ჩვენ არ მოგცემთ და მეშინია პირი არ შეგვიხორცდეს. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ძალიან დიდი მადლობა. და ბოლოს მინდა დაგიტოვოთ ჩვენი ესეთი უკვდავი კვარტეტი 4 უჩა. მადლობთ. დანგრეულ
ქუჩებს ვერ ვინ გაექცა თბილისმა შაჰაბას შეგადარა მილიონ ხეზრგა ჩემო ნარმანა დღემდე არ ვიცით სადანა ასფალტებს ამოთხნით და ტოვებისე ხალხის წამება გახალისებს კიცკერია სიმძიმე მწვანე თვალებს ხელში დანამატსადრიალებს ბიძინე ჩვენო ბიძინე იძინე ასე იძინე ამის გამოწება გულიმე ვაი ჩვენ გული შენ ბიძინე გაიგვიდე შენ რომ ძინავს გიყურებ აღარა მაქვს დილიმე ნუ დაგყოს თავში მშილი შენი ჭირიმე სალამი პროდუქტებო რა ვიყიდო არ ვიცი გოჩის ფასი რომ მითხრეს სიცხვილისგან დავიწვი თელთელფასად არ მომდის სიმდაურის ლავიცი პროდუქტების პრობლემას ვერაფრით ვერ ვაგვარებ როგორც ვათხოვა ახალ წელს ჩადით გადავატარებ ასე დღეში ჩაგვაგდო თქვენმა უნარობა ცეცხლი ჭამეთ მთავრობა მარა ხალხის გულის ორი ხელი ჭამა მოვიდნენ და დაირიგეს პრემიალური მთავრობა ყავს გენიალური ამ საცოდა ბიუჯეტს ორას შემოუჩნდი ფული უნდა თქვა საქმის კეთება არ უნდა ვაი ჩვენი ბრალი ბრიტო მარგალიტო გელია ბიუჯეტი უკვე შავი ხვრელია უშინ უჭამე მოხარშული გაბრონი ამათ ხელში სულ გვეტირა პატრონი ბრიტო მარგალიტო გელია დედა ქალაქის მერი კოკელია კახი ყალაზე სამტრედიელია ღარიბა კი ვითომ პრემიერია ხატური კი უცხო პლანეტელია ვითომ ერის მამაც ჯობილელია ულებს სასახლებს იშელებს გრიშველებს სანამ შემდეგი ნომრისათვის მოვიზადებოდეთ მანამდე ჩემო კარგებო კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩვენ სპონსორებს და კიდევ ერთხელ წარგიდგინოთ ისინი ჩვენი სპონსორები არიან სისელოვნი უსტრაფესი ონლაინ სესხები აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ ისინი თუ არ შეწუხდებით კომპანია ბაგი სისუფთავის ექსპერტი თქვენ ოჯახში ფარმაცევტული კომპანია ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს სამშენებლო კომპანია არქი ჯგუფი შეხვდით ახალ წელს ახალ სახლში და ლიდერ ბეთი აზარტი ყველა გემოვნებისთვის ასევე დიდი მადლობა საინფორმაციო მხარდაჭერისთვის ვიდეო პორტალს YouTube-ში და ჩვენს მშობლიურ ტელევიზიებს ჩამოთვლი მარაო კომედი არხი და რა თქმა უნდა რუსთავი 2 დიდი მადლობა მე აღარ შეგაწყენ თავს რამოდენიმე წუთიანი საახალწლო ქერისუბნის სერია იხილეთ და გავაგრძელოთ ჩვენი კონცერტი მადლობთ თეთრიციდან ფიფქი წვივა ასეთ რიდის ხელაო არ გადაგწდეს მუქთა ლუკმა არა გიტყდეს ყველაო თუ
კაი, ჩემი კაი, რა ფერმას რომ ტყელაო? ეს რა კარგი რა ლამაზი დილა გაგვითენაო, ვინ მბრძანებელმაო? შენ კი გაგითენა, მარა აგერ ამ 2000 კაც კითხე გუთენა თუ დუღამა? უი, აქ ხართ უკვე? მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით რომ შეიძინეთ ბილეთები ქერის უბნის საახალწლო საქველმოქმედო კარნავალზე, რომლის მთელი შემოსავალი გადაერიცხება ზრუნველობა მოკლებულ ოლიგარქს. რას ბიოტიანო ბიჭო შენი, ბიზიანი არის ზრუნველობა მოკლებული? აბა რა არის? ამ დილით ვნახე, როგორ საწოდავად ითვლიდა მზრუნველობას და ასე თქვა, კიდე რამდენი მაკლიაო. მოგესალმებით სულ. მინდა მომილოცოთ დამდეგი ახალი წელი. მისურვოთ ჯანმრთელობა, სიხარული და სულ ბედნიერად გენახეთ. ეს რა არის კაცო? თოვლში გახვიეთ ჩემი სოსო. გაიყინება კაცი. გრიგოლიჩ, თოვლი რაც გამოგვიყავი მარტო ტანსეყო და თავის სოსოიასგან მინათხოვრეთ. Ei, თურმე სად ყოფილა? მეცერა ვთქვი, თავი რატო მეფხანება სხვაგან მეთქი. ასე არ ჯობია. ასე ჯობია. არა მართალია ისეც გიხდებოდა ჩემოსოსო, მაგრამ კანონთა შესაბამისობაში ასე უფრო სწორია. ბატონი ბიზნი მზადა უკვე ფანაგრამა და დავცხოთ ნავაგონის სიმღერა. ვაიმე დედა მე ვარ ბლიუსი, ფეხად მინუსი, ერთად გამოვდი სამეგანიუსი. საბიუტიუსი, მბრძანებლიუსი, ალენდელონი, ჭორვილიუსი, საცივიუსი, ინდაურიუსი, მუცელიუსი, ციკანიუსი, არცხალცაკლია, საჭმელიუსი, ლარდა 18, კალორიუსი, ხელფასიუსი და პრემიუსი, ზებიდან კიდო დანამატიუსი, შენ შემოგევლოს, ჩემი სიცოცხლე, დამარიფათი, მეგრულიუსი. ეს რა კაცი ჩამოგვივიდა, ბიუჯეტი დავცალეთ, 3 წელი თუ მოგვიწმინეთ, 1 წელიც გვაცალეთ. თქვენი გული როგორ მომეგო, 10 წლის წინ გავთვალე, ველებრძელის დედავატირე, ბიძა შეგინეცველე, კარგია. პატარაერო შემართლა ბრძენო, თქვენი წუწუნი არ გამაგონო, ხვეიფჩიე დახლა იფიქრეთ, ზამთარი რა ვერ გადააგორო. აგვიხდიდა ლამაზო შენ ქართული ოცნება, ჰაერიც რომ მოხვიდო, ცუდია დამოხდება, ნატო სულამ გამოიწეს, რუსი მოგვიწოცდება. ჩვენი დემოკრატიით ევროპაც გაოცდება. რა კაცი ჩამოგვივიდა, ბიუჯეტი დავცალეთ, 3 წელი თუ მოგვიწმინეთ, 1 წელიც გვაცალეთ. თქვენი გული როგორ მომეგო, 10 წლის წინ გავთვალე, ველებრძელის დედავატირე, ბიძა შეგინეცველე. პატარაერო შემართლა ბრძენო, თქვენი წუწუნი არ გამაგონო, ხვეიფჩიე დახლა იფიქრეთ, ზამთარი რა ვერ გადააგორო. აჩუ 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 ცხენო, 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 აჩუ 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 ცხენო. ვაიმე დედა ჩემი მტყლია ჭაჭები, დედი გომი გელებედა. აბა, ახალი წელი მეგობრებო, და ფერვერკები შევამოწმოთ და გავუშვათ. სოსო, შენ რო გეტყვი მოუკიდებაში. აბა, სოსო, კარგია ხა მოუკიდე სოსო მიდი. მოუკიდე უკვე. ვაიმე რა მიქენი სოსო ეს? რა კენი სოსო ეს? ბიჭო, გონია დაგვადგა საშველი. ვაიმე, ბრძანებლებო, დავიბენი, რომელს გეთაყვანოთ? სოსო ვერ გადამირჩები იცოდე. რა გააკეთე ეს? რა მეშველება ახლა? შენ კი არა ჩვენ რა გვეშველება? რამდენი ხარ?
ასი არა ახლა კი მოგხედავთ უყველას ეკაბავს ყველა დამჯდარი არა ვთქვარავი საბიდა ამ თვარის ეულ შუქზე მონანარეგები ვარ ერთი სიტყვით შემოკარგო ნახდირკინის ლელი ვარ იტალია რომი წოდეთ მაინც უსხვა დონეა იხობელი მეორე ხომ ნახდი ბელუს კონეა ახლა თქვენთან ჩამოვედი მე იქაური ვენეციის ნახდი ციცკა თოლი გაუგი თორისა ოდი ლაური ოპა მელა ქალბატო ჩესამი ყოფნა უნდა იდე გაირო არაბარ სოფელი ზეგუდა C'è Perdia, fijo numero uno. C'è Perdia, Dino Tanatuno, Dino Tanatuno, es Dino Tanatuno. უღრმესი მადლობა გმადლობთ. მადლობა გოგოება საკაიფო იყო ძალიან. გმადლობთ. მაშასე მოგესალმებათ. ყველაზე სკანდალური შოუ, თავარისა ოდილაურის შოუ. გმადლობთ მობრძანებისთვის. საკაიფოტაში მესიამოვნებათ თქვენგან. გმადლობთ. გმადლობთ სიკეთით და ბრენდებით გადამეხადოს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება გენდერული თანასწორობა. დღეს გვეყოლება ძალიან ბევრი და საინტერესო სკანდალური სტუმარი. იქნებიან დღეს სტუმრად ფაქიზი და ნაზის ქისის ქალები და ვირიშვილი კაცები. თბილისში და ასევე რეგიონებში დგას გენდერული თანასწორობის პრობლემა, ამიტომ დავიწყებთ რეგიონებით მაშასე სოფლის გუდები სტუდიაში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გამარჯობა. და პირველ რიგში ქალბატონო თამილა ზესტაფონიდან ბრძანდებით სამეგრელოდან ქალბატონო აცისანა მადლობა მობრძანებისთვის თქვენთან გადამოვალ კითხვით პირდაპირ და მოგახატებით ერთი კითხვით. რამდენად მოგწონთ ჩემი სტუდია? კაი რამე სტუდია გააქვთ თვარისა. აქანა რომ მოვდიოდი, ახლა ვიფიქრე რაც ხა ამოღებულ შევიცვალ დეკოლტეს რო ეძახიან იმას. ხო, მაგრამ მე გადავიფიქრე, იმიტომ რომ ჩასვლა აღარ მინდა მე ზესტაფონში. ეგ კი არა, ყური რო გევიხვიდე, მამაჩემს ორი კვირა ვატყუებდი, ლურს მას გამევედებით ხო? კარგით. კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ. ხართ თუ არა ზოგადად გენდერული თანასწორობის მომხრე? ძალადობა არის მისაღები თუ არა თქვენთვის? თავარია თბილისში გავთხოვდე. და ძალადობაზე თანახმა ხართ? გიბრაგუნოთ თუ გინდა თელმა, იმა რა ქვია, სანათესაო და კამარმა მთელი დღე? თავარია თბილისში გავთხოვდე და ყანაში ვიმუშავებ თუ აქ მიბრაგუნებს ქმარი ერთი და იგივე ჯაფა არ დამადგებავთ თვარისა? როგორც ხედავთ, სოფლისუნიკო დადგა ჩემს სტუდიაში. გმადლობთ, გადავალ თქვენთან ქალბატონო გადმოვალ თქვენთან კითხვით. კაცმა რო ქალს შეეხოს ხელი და რა რეაქცია გექნებათ თქვენ? რა არის იცი ახლა გააჩნია რა დააშავა ქალმა, იმიტომ რომ ამბოლ დროს რაღაც ქალები ურევენ ცოტა და კაცია კაცო რა გდაზე ახლა ამოიღე გოგო ხმა. ერთი წუთით მაშინ ესე გითხავთ. აი თქვენ რო გალიჯოთ კაცმა სიფათში. რა გაჩნდა გექნებათ? პირადად მე? დიახ, პირადად თქვენ. იმენენად თქვენ. რასა რო ამბობ? ხო ამოვთხარე ის ორივე თვალი და გამოვატყლიზე ისენა ძიში რასაა ბიჭო რო ამბობ? ეხლა თუ გავიკეტი კუმოიჭყაჭყათი დუდი. საინტერესო რას ფიქრობენ მამაკაცები ამ თემაზე? სტუმარი მინდა მოვიწვიო სტუდიაში დათოია პატარიძე ქუთაისიდან გთხოვთ. პირდაპირ კითხვით გადმოვალ. გადმოვდი მე. ხართ თუ არა გენდერული თანასწორობის მომხრე? რაო?
რა ის გენდერული თანასწორობა? რას ნიშნავს? მაგ ვერ გევიგე, საერთოდ რა ის გენდერული თანასწორობა რა გინდა? რას ნიშნავს და კაცები რო დადიხართ ქალებში, ქალებმა რატო არ უნდა ვიაროთ კაცებში? მე ხედე გოგო. შენ ბოზომა თუ გინდა თქვი პირდაპირ რატო უნდა გენდერული თანასწორობა და თუ გინდა ბოზომა დავიდა იმას. შენ მომისმინე აგერ საერთოდ ხო? ქალი ვიცი კუხნაში მე. გეიგე, ქალი ვიცი კუხნაში. სხვათა შორის ჩემო კარგი ევროპაში ეგრე აღარ ფიქრობენ. მე რატო ვერ გევიგე ევროპაში აღარ აკუხნა? როგორც ხედავთ, სოფლის უნდა მოიმატა ჩემ სტუდიაში და შემდეგ ისტორიები და მოვიწვიო ბუგო ბუდარაშვილი სტუდიაში. დამეწყენე. ბუგო ბუდარაშვილი თუ შეიძლება. ბუგო შემოუშვით რა. ბეჭო, თქვენ მართლა ხო არა? მობრძანდით შეგო. მობრძანდით. ასე გააუმარჯოს რა. დაბრძანდით უღმეს სიმართლეა მობრძანების თავის. პირდაპირ თქვით გადამოვალ რას ფიქრობთ ზოგადად გენდერულ თანასწორობაზე? გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობთ? თქვა უკვე? თქვი? რაზიესაო, მე გისმენდით, გაიგე, ხო და არ არის რა ლამაზი ხარო. ბავშვები უსმენენ, გაიგე, მე მაგათ პრობლემებს და მე ხა ჩემი შვილი მართლა გეუბნებით რა 24 წლის განმავლობაში 18 წლის მანძილზე სიტყვას ვაყურებინებდი რა. ძალიან კარგი იმედი პიროვნება ჩამოყალიბდა თქვენი შვილი და ახლა როგორ არის? ზოდა თვალები აწუხებს რა, ტყივა. თვალები რატო აწუხებს? 24 საათი რო ანთებულ ბუხარს უყურებ ცეცხლის ისა მაინც თავისებურად ჩვება, გაიგე? უკაცრავად თქვენთან ყინვები იცის? რავი თავისებურად ეხლა. ხო, იმიტომ რომ ძალიან დაცურებული ხარ საგირებულებებში და მაგიტომ. დაცურებული რაზეა საუბარი? კი ბატონო. მაინტერესებს არა ქალიშვილს თუ მოიყვანით ცოლად. ღმერთმა დამიფაროს ბიჭებს ალაბარაგო შენ ეხლა. რატომ რა არის ბიზნესი? რა არის იცი რომ მაინც მეორადია, გაიგე, შენ ხო და ეხლა მე უნდა ერბინო დაშლილებში და ელიავაზე, გაიგე. რაღაცა შეიძლება არ წავიდეს ხო და ეხლა რა მაგას მირჩევნე რაღაცა პატარა ფული დავამატო, ბარემ ახალი ჩამოვაყვანინო რა. მარჯვენა იქნება თუ მარცხენა, რა ვიცი, ებროლამდე თუ როგორც არის. სხვათა შორის მინდა რჩება მოგცეთ მანამდე უნდა მეთქვა ჯობდა რომ მაღალ ყელიანი სვიტრი ჩაგეცვათ ჩემო კარგი, იმიტომ რომ მე მგონი თოხის სტარიგი ჩანტუკე. უკაცრავდა რა ხდება? ხო არა ჩემ ფიქრებში ცოლი შემეწინააღმდეგა, გაიგე და დავაგდე რა ეგრე. კაი ხალია გაარებე თავი და ჯერ. დაბრძანდით, ჩემო კარგო, სხვათა შორის დაბრძანდით. მინდა გითხრათ რომ მამაკაცი როცა ქალზე ძალადობს, ეს მისი პატარა ინსტრუმენტის კომპლექსი არის ჩემო. ბიჭო. თქვენ საიდან იცით ეგა? და მე სიზმა, მაგის მეტი რა ვიცი. ძალიან საინტერესო არის სხვათა შორის, რას ფიქრობენ ფსიქოლოგები? ნიკანორ ჭარაბაშვილი ჩაგვერთვება საიდანღაც თუ გითხობთ გამოუშვათ სიგნალი. გამარჯობა ბატონო ნიკანორ. მინდა მოგესალმოთ უპირობეს ყოველთა. სალამი. ჩვენ ახლა გვიყურებს ერი და გერი და მინდა განვაცხადო რომ ყველა ოჯახში უნდა იყოს დაცული ტენდერული თანასწორობა. ჩვენ ამას ხობს საერთაშორისული ორგანიზაციები, ევროკავშირი და უთო. ოჯახის შექმნის დროს ორივე მხარეს ეკისრება დიდი ნისია, ეს არის ძალიან დიდი პასუხის გამგებლობა. ქალსა და კაცს შორის უნდა იყოს სრული ფილარმონია, ეგ კი არა, სექსის დროს ქალმა და მამაკაცმა ორივემ ერთად უნდა განიცადოს მარაზმი. მაგრამ არ ხდება ასე ხშირ შემთხვევაში და ძირითადად ქალთა უფლებები ხშირად ირღვევა ნაკერავზე. ამიტომ თუ კაცებს არ აქვთ იმდენი თვითშეგინება და დადიან ქალებში, ქალმაც უნდა იეროს კაცებში. ბოჭო. პიტალოსი. ბაზარი არა. კაცრავად თავი შეიკავეთ. ჯიგარ შეგენაცვალე. თავი შეიკავეთ შეურაცხყოფებისგან. მე მინდა ერთი მიმართა გაბაგოთ და ყველა ქალბატონს მიბერთო. თუ შენ ახლა გვიყურებ.
და შენზე ახდენა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას დარეკე არ შეშინდა და სადაც იქნები იქნებოდა იქვე გადავამტრებ მუხაზე ვიც არ უნდა იყო რადგან მეტავს საერთოდ აფგელიდი მაპატი ჩემი კუთხოთ და ისე გეტყვის რა თქმა უნდა მაპატი აფგელიდი რა ხდება დაცვა ვაი მე კიდე მომატიკა სიკვდი დაცვა ვისე მოუჩა კაცო ეს კალი ვიდარი ეს აჰა მოვიდა რა კიდე რატომ მობარძანდი კიდე უნდა ჩამიშალო გადაცემა გამარჯობა მთვარი დაცვა გამარჯობა რატო არ მომიწვიე გენდერის თემაზე სასაუბრო მთვარის და შენ გენდერზე როგორ უნდა გელაპარაკო გამოგენედერებული ხარ ისედაც და რანაირად უნდა გესაუბრო მიბრძანდი ჩემო დაცვა აქ რაღაცა შოურო გაგიკეთები აქ რა და ვითომ რაღაცა გადაცემა რომ მიყავს რაზე საუბროთ რა თემაა არ არის შენი საქმე დეიდა ჩემისა დაზებს საუბრობ ძალადობაზე მიბრძანდი რა მე ძალადობის ხვერპლი ვერ ქალო მე სხვათა შორის ჩემი ქმარი ძალადობდა ჩემზე მე ბატონო გილოცავ მიბრძანდი არცადაც არ მიბრძანდები მაშინ დაბრძანდი აქ უნდა დავჯდე გამარჯობა ვაიმე აშოვი ქალბატონო რა გინდა ვერ გეხოვსი ვარ ჩემთვის მინდა მიდო ჭიკარტი აი სიგარეტა არ არის დაბრძანდი ჩემო კარგო კაი ჯანდაბა მოყევი შენი ისტორია დაჯექი და მოყევი შემაწუხებს ახლა Ничего себе! აბერ ელასტიური ყოფილიყო ქალბატონო დაიწყე მოყევი დაჯექი დავჯექი კითხე რაც გინდა მოყევით როგორ იყო ყველაფერი ჩემი ცხოვრება ცოტა რთულად დაიწყო როცა დავქორწინდით ძალიან ბედნიერად ცხოვრობდით პირველი 3 დღე მერე შვილი შეგვეძინა ნოტარი დავარქვი ყველა გვილოცავდა ბოლოს შემაქმნა რაღაცა ეჭვიანობა დაიწყო ყველაფერს მიიკრძალავდა და ძალიან პირად უშერეოდა ჯო რას ნიშნავს გიკრძალავდათ გათხოვებას მიკრძალავდა პირადულში ჩარევა შეიძლება რა იგულისხმეთ არ ამას მე რო ამომასხა დავღალე რას ნიშნავს დაღალეთ არაფერი უბრალოდ მანქანაზე გამოვაბი გადავქოქე და დავღალე შენ გენაცველი ხალი კერა ცხოველი ყოფილ ხარ მიბერძანდი რა ვინ არის ხალი ცხოველი შენ ხარ ცხოველი მიბერძანდი მე ვარ ცხოველი კი მიბერძანდი რა დაცვა თვარისა ადამიანის არაფერი გინდა შენც დაგღალო შენერები დაღალე რა ჩემნებდით მიბერძა დაცვა გაიყვანეთ რა ქალბატონებო და ბატონებო ვაგრძელებთ მოაშორეს თოკი კაცო ეხლა რაც დაღალე შენი ხანები მოაშორეს თოკი რა რიგეწოცა ბიჭო ეხლა კაპრონის აიღო ვინა სადა ეგა ვინა შესულის კიკელა შელა მოდი აქეთ კალო კალბატონი ხარ ეხლა ლების ლათრევო კალბატონი აქეთ გადიმეთქი ხალ კალბატონი ეხლა მეთქი კალბატონი ხარ მართლა იგება დაგცხოდა გაგდო თქვენს გადით რო გეუნებათ ერთხელ გეიგონეთ ხო არა უნდა იგი მართალი ხარ კალბატონო შენ ეგენი არ იყო სტუდიაში ვაფშე შემოსაშვებია ისი ბიჭი ხარ შვილო ისი ვარ და ქუთაისის შვილი ვარ კალბატონო და ახლა ქალი ხარ და ზედმეტი მოგდის რა ეხსია დექი ეუნები კალბატონი რა ისე მილები დამანახე ლიმონეთის გასახსნელი არ მაქვს სახში გამომადგენ შევით კალბატონო ამის კალბატონო ნორმალურად რიგები ეუნები ასე ამის კალბატონო ეუნები ამის კალბატონო ინელე მაგრამ ახლა კი თქვენს წინაშეა ბაგაბახთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ატატატა
უტატა კეტან ალბატონებო და ბატონებო, ახლა კი თქვენს წინაშეა პამელა ანდერსონის სახელობის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი სილიგონი. კი ბატონო, აქ მადლობთ, მზად ხართ? და კი. თვითი დავიწყოთ. აქეთურები, იქითურები, აქაურები, იქაურები რა. ერთად ვიდება. ხარ და აშოჩელა ვიშობუსა ოუნანა ოუნანა ზგანინა სიმონოპაშ გეგაგვილი ოუნა
აკეთურები, იკეთურები ხო იყო, ეხლა იკეთურები, აკეთურები. ისევ მიქსი. სამი ძმანი გურულები მუშაობდნენ ყანასაი, მუშაობაც კარგი ჰქონდათ და ძახოდნენ ანასაო. Because you know I'm all about a beats, no trouble. I'm all about a beats, no trouble. I'm all about a beats, no trouble. I'm all about a beats. Cudawece, no mitireptan nebi. Nachwes gulshi, arrasodes gaviulepti. Საქართველოს მანანებო, საქართველოს ლამაზებო, დამახარეთ თქვენი ფერი, სხლავილები. Mama, she told me don't worry about your size. Boys like a little more booty to hold the night. I won't be a stick figure, see you can back me down. So if that's what you into, you go ahead and move along. Kuli, araberdeba. რა გამღერებთ ხალხო? რა გამღერებთ რა? რა ხდება, კაცო? ეროვნული ვალუტა აღარ აქვს ლარი გარდაიცვალა, დედიკო. ლარი? რა? ოი დედა. ლარი გარდა. ლარი აღარ აქვს ბიჭო. ოი დედა. სადმიცი ხარ ავდამცობო ადეცეზე შენ მომხედე ნაცვიფიქები ვერ მიჩენე გამოყვიზე ახლა უნდა მაგას ყურადღება კიდეც. აი, წამოდი შამეგას. აცი უნდა მაგას ყურადღება. საიდანეში. ძვირბაზო ხალბატონებო და ბატონებო, მე როგორც იმერელმა მინდა გისურვოთ, რომ ეს წელიწადი ყოფილიყოს თქვენთვის იმერული სუფრასავით ბარაქია. მე იცადე რა მე არ ვარ იმერელი. ხოდა თუ ვარ ახლა აქიდან მე ვეფერები ჩემ ჭიათურას. თქვენ ჭიათურას მასე ნუ კი უყურებთ, რა ძეით არის სამი იმდენი არის ქვეითკენი. ფაქტიურად მიწის მეშა მეგაპოლისი არის. ხოდა აბა ჩემო ჭიათურელებო ერთი მქუხარ ეტაში გამაგონეთ მაინდანი. მოკლედ, მთელი იმერეთის სახელით მინდა მოგილოცოთ ეს ახალი წელიწადი, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიკეთე, სიყვარული და რა ვიცი კიდე მეტი რა გისურვოთ. ბიჭო, მე მიმიშვი, ბიჭო, ერთხელ და ვიტყვი, მე აიქლება, ბიჭო. მიმიშვი, ბიჭო, ერთხელ გოშელა, მიმიშვი, აიქლება, ბიჭო. მიმიშვი, ერთხელ მიმიშვი. მიდი. მიდი. მიდი, მიდი. შეგიძლია ბიჭო? ახლა მიმიშვი, მაინც ვარ ამზად. მე ვერაფერს ვერ გეტყვით ხალხო და ერთი კაი იმერულტაში მაჩუქეთ ერთი ვიდეო
მე კი ვარ ახლა გურული, მაგრამ ტაში თუ არ დაუკავი გურული, მაგრამ რაფერ გამიგოჩა რამდენი ვარ? კაი, საკმარისია. აბა, ჩემო კახელებ ერთი კახური მრავალხმიანი ტაში გამაგონეთ. აი ესეთი. ვასო. გენაცვალეთ. ო, შენ კახეთთან ერთი რანაირი კახელი ხარ აშუაში. ჩემი სიდედის და ცოლის გადამკიდე თელაველი ვარ. აბა ჩემო სვანებო, გენაცვალეთ ის გვიმატეკე მე იმუშტარ. ბეკა. იქ კი არ უნდა გააგონო, აქ. ცოტა დაბალხმას. აბა სვანებო, გენაცვალეთ გულში და ამები და ჩემს დედულესაც გადავწვდე რა. კაცსა რა, ხო ხდები გაიგე და ყველას გისურვებს ისეთი წელი ყოფილი იყოს, რომ გაედიდი ღორისთვის დაგეგედოთ რა. წოდები მიყვარს, ძალიან მიყვარს რა და აბა ბიჭო, ჯაგა, ღვთისო, სადა ხარ, ჩაკი? დასხეთ რა, ტაში დასხეთ ერთი. ჰა! მე მინდა ყველას მოგილოცოთ. ახალი წელი. გისურვოთ ბევრი სიხარულებები და სიყვარულებები. და ეს სიხარულებები და სიყვარულებები გაწელილი იყოს, როგორც იწერება ელარჯი და სულკუნი. ასე. და მინდა მიმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ წელს მაინც მოგვაქციოს რეგიონს ყურადღება. მოგვხედეთ თბილისს. გისურვოთ ყველას წარმატებები. как минимум ქალაქის მერი გამხდარიყავით ყველა. აბა კაი და შეზომეგრელო. მამობა. თედო პაპა. გაბრუნაძია. მიხნიათ ელიკო. ყველა აქ ყოფილხარ კაცო. სულ თქვენ თვილოცლობ და ამ ერთი ძველ მაგარიტეში დაუკერეთ ერთი ვნახოთ რა შეგიძლია. ესე იგი, ძვირფასო მეგობრებო, მე მამით ქართველი ვარ, დედით კახელი. ბებია მყავდა იმერელი, მეორე ბებია რაჭველი. იმის დედა, ანუ ჩემი დიდი ბებია იყო სამეგრელოდან, მეორე დიდი ბებია იყო გურიიდან. ფაქტიურად მთელი საქართველოს დგავარ თქვენს წინაშე და ერთი კარგი ქართული ტაში დაუკრათ. დიდი მადლობა. ახალი წლის ლამაზ ღამეს თოვლის ბაბუა თქვენ მოგიტანთ რამეს დაგისურვებ ვერც ვიხარუს ბედნიერება და ლამაზ სიყვარულს ახალ წელს თუ შევხვდებით დავაწყლ გაბრანჯული შემოდის მაიმუნი ქონოდე წარმატება წისვლა და გამრავლება დოლარის დაიკვნი მოდი ყველა ისევე დაჩერდეთ ახალ წელს ხოლო სიტყვა ხოლო სიგეთი გაგვახარეს გაიგიმეთ ყველა თქვენ გენაცვალეთ რადგან უკვე მოდის ჩვენი წელი ერთად შევხვდეთ მართლაც გალბატონებო და ბატონებო, ტელეკომედი გრუპის სახელით კიდევ ერთხელ გვინდა მოგილოცოთ ახალი წელიწადი მრავალს და ეს Sweet. Don't let nobody touch it unless that somebody's me. I got